ტუტანხამონის ნიღაბი ძველი ეგვიპტური მეტალურგიისა და ძვირფასი მასალების დამუშავების უმაღლესი მაგალითია. შერჩეული იყო არა მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალებისთვის, არამედ ღრმა რელიგიური სიმბოლიზმისთვისაც. ნიღაბი დამზადებულია ორი სახის ოქროსგან. მაღალი ხარისხის 24 კარატიანი ოქრო და შედარებით რბილი ნარევი, რომელშიც მცირე რაოდენობით ვერცხლი, სპილენძი და რკინაა. ეგვიპტელებისთვის ოქრო იყო ღმერთების მეტალი. მისი ფერი ასოცირდებოდა მზის ღმერთ რას სხივებთან და უკვდავებასთან. ნიღბის წარბებზე, თვალების გარშემო და ტრადიციულ გრაფიკულ ხაზებზე გამოყენებულია ლაპის ლაზული. ძვირფასი ქვა, რომელიც მაშინ მხოლოდ ავღანეთიდან შემოდიოდა. მისი ღრმა, ლურჯი ფერი სიმბოლურად აღნიშნავდა ცას, სამარხისკენ გზას და ღმერთის სხეულს. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ლაპის ლაზული წმინდა მასალაა, რომელსაც მკვდართა სამეფოში დაცვის ძალა ჰქონდა. თვალის გუგები შესრულებულია ვულკანური ობსიდინით, რომელიც თვალს საოცრად რეალისტურ და ღრმა შთაბეჭდილებას აძლევს. თეთრი ნაწილი დამზადებულია თეთრი კვარცისგან. კომბინაცია ქმნის ბუნებრივად ცოცხალ მზერას, რაც გამიზნული იყო იმისთვის, რომ ფარაონის სულს ყოველი მიმართულებით ეხედა. ეს ახლოდან ძალიან შესამჩნევია. როდესაც მას უყურებ, გეუფლება განცდა, რომ ის ოქროსგან დამზადებული ნიღაბი კი არაა, არამედ ნამდვილი ადამიანია, რომელიც ნამდვილად გიყურებს.